და როგორც მოკავშირეობა რა შეიძლება გაგავდეს ინიციატივას საქართველოს გაზრდილი საქართველოსა საქართველოში გამოსვლისა სადაც თავარი არის საქართველოს ისტორიაში ეკონომიკის სფეროში ისტორიულ სექტორებში სამშაბათი ამერიკული ინვესტიციების ჩვენ უნდა ვიმოწმოთ სადაც ზედმეტი განსხვავებული არჩევნებია საქართველოს ინვესტიციები არ უყვარს ადმინისტრაციას განმეორებისია მეორე აგვისტოს გადაწყვეტილია ყურადღებას უნდა გავისვალისუნოთ განმავლობის შემოსავლები და ყველანაირი ბონუსის იყოს მიზანი ლეიბორისტული პარტია ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით ბრძოლას აგრძელებს საკონსტიტუციო სასამართლოში სამშაბათს დაგეგმილია ლეიბორისტების საჯურის განხილვა, რომლის მიხედვითაც ისინი 18-თეთრიანი ელექტროენერგიის ტარიფის 11-მდე დაწევას ითხოვენ. ლეიბორისტების თქმით, გამომუშავებული 1 კილოვატის რეალური ღირებულება 1 სუდრის, ხოლო მისი ამჟამინდელი ღირებულება ხელოვნურად არის გაზრდილი. ლეიბორისტებმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე მოსახლეობას ყაზტრანგგაზის მიმართ სემეკის გადაწყვეტილება მიულოცა, რომლის მიხედვითაც მათი თქმით კომპანიას აეკრძალა მოსახლეობის მიერ საკუთარი თანხების გაზის მრიცხველების დამონტაჟება. ყაზტრანგგაზ თბილის აეკრძალა მოსახლეობის დატერორება, ანუ მრიცხველების გამოსვლა და დადგმა მოსახლეობის მიერ გადახდილი თანხებით, რითაც სულ მცირე 40 მილიონამდე ლარი დაეზოგა ჩვენ თანამოქალაქეებს. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ის 125 ლარი, რომელიც გადაახტევინა ხაჩაპური გზით ყაზტრანგგაზმა დედაქალაქის მოსახლეობის რიგ მოსახლეობას, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩათვლილი იყოს, ან დაუბრუნდეს უკან ჩვენ თანამოქალაქეებს ეს თანხა, ან ჩათვლილი იყოს ბუნებრივი აირის მოხალისეების საფასურში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2008 წელს საჭარაში ჩატარებული არჩევნების გამჭვირვალობით უკმაყოფილოა. იურისტთა ასოციაციამ ადამიანის უფლებათა კვირეულის ბოლო დღეს საჭარაში გამართულ რიგარიშე საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე განხორციელებული მონიტორინგის შედეგები შეაფასა. იურისტთა ასოციაციამ დღევანდელ პრეზენტაციაზე ყურადღება გაამახვილა წინა საარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე, რომელსაც მათი თქმით მმართველი გუნდის მხრიდან ჰქონდა ადგილი. საპარლამენტო არჩევნებზე უპრეცედენტო მაგარი რაოდენობა იყო, როდესაც ჩვენ სამკვირვებლებს საარჩევნოებიდან აგდებდნენ, ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ, ან უბრალოდ ხელს უშლიდნენ მუშაობაში. მაგალითად, აჭარის არჩევნებიც შედარებით ნაკლები იყო ასეთი რაოდენობა. მნიშვნელოვანი პრობლემა ასევე წინა საარჩევნოდ რაც დაფიქსირდა, ეს იყო ის, რომ საჯარო მოხელეები შეუზღუდავად მონაწილეობდნენ წინა საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ იმ თავით ვთქვით და ვამბობდით, რომ რა თქმა უნდა იყო ხარვეზები, საკმაოდ სერიოზული ხარვეზებიც იყო, მაგრამ ძალიან დიდი როლი ითამაშა წინა საარჩევნო პერიოდმა ამ შემთხვევაში სამივე არჩევნების დროს. ძალიან პრობლემური იყო წინა საარჩევნო პერიოდი და ამდენად ვთვლით, რომ წინა საარჩევნო პერიოდმა განსაზღვრა ამ სამივე არჩევნების შედეგები. თბილისში მედიაციის საქართველოს სასამართლო სისტემის შეფასებითი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა ისეთ საკითხებს ეხება, როგორიც არჩევნებების ადგილმდებარეობა, კომფორტი, თანამშრომლობის მზადყოფნა, დახმარებისთვის სასამართლო პროცედურების სიმარტივე და ინფორმაციის უზრუნველყოფა, ასევე სასამართლო პროცედურების ოპერატიულობა, აზრის გამოთქმის თავისუფლება. როგორც კვლევის ორგანიზატორები ამბობენ, სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებით არაპროფესიონალი მომხმარებლის მიერ გაკეთებული შეფასებები გაცილებით უარყოფითია ვიდრე პროფესიონალების. კვლევის შედეგების მიხედვით სასამართლო მსახურების კმაყოფილების დონე საბოლოო ჯამში ყველა ფაქტორის გათვალისწინებით 54% შეადგენს. და ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს სასამართლოსთან, ვინაიდან როგორც აღნიშნე, მათი მიზანი გახლავთ სასამართლო ადმინისტრაციის გაუმჯობესება, პრაქტიკა გადაწყვეტილების მართვა და ზოგადად სასამართლო საქმეების უფრო ეფექტური საქმიანობა. რაც შეეხება გამოქვეყნებულ ნაშრომს, მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ პოზიტიური ნაშრომია, ვინაიდან ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტი არის გამოკვლეული, ისეთი როგორიც არის მაგალითად სასამართლოს შემოსაზრება, სასამართლოს საქმიანობის ეფექტურობა, რამდენად ადვილია თითოეული მოქალაქის თავისუფლების დაცვა და მე ვფიქრობ, რომ შეფასება საკმაოდ პოზიტიური აღმოჩნდა, უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეებს ძალიან კარგი წარმატება აქვს სასამართლოზე, ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ საქართველოს სასამართლო რეფორმა დამკვიდრებით მიმდინარეობს. ამერიკის მთავრობამ საქართველოს 47 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო. ეს 1 მილიარდიანი დახმარების პაკეტის ნაწილი არაზეც განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სექტემბერში გააკეთა.
სამის გამოყოფასთან დაკავშირებით დოკუმენტს ხევის დღეს მთავრობის კანცელარიაში მოეწერა, რომელსაც ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და საქართველოში ვიზიტად მყოფი ამერიკელი კონგრესმენები ესწრებოდნენ. ხელმოწერის შემდეგ შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს. ჯონ ტეპტის განცხადებით, დახმარების სახით გამოყოფილი თანხებით მთავრობა დევნილებისთვის და აღდგენითი სამუშაოებისთვის დახარჯავს. ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციის ხელმძღვანელის თქმით, ამერიკის ახალი მთავრობა ყველა იმ ვალდებულებას შეასრულებს, რომელიც საქართველოსთვის გამოყოფილი მილიარდიანი დახმარების პაკეტს. ამ დახმარებით გათვალისწინებული თანხები აღდგენის სამუშაოების დაზავერებულებისთვის სხვადასხვა სახის დახმარებას, მათთვის 2000 საცხოვრებელი სახლის გაშენებას და სხვადასხვა პროგრამების მოხმარდება. ამ დახმარების პაკეტის ნაწილთან ერთად $17 მილიონი გამოიყოფა პოლიციისთვის, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უსაფრთხოებას შიდა ქართლში. დახმარებით გათვალისწინებული სხვადასხვა სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ჩემთვის დიდი პატივია ამ ხელმოწერაზე ყოფნა. ჩვენ ვიყავით გროში, სადაც შევხვდით დაზარალებულ მოსახლეობას და მოვისმინეთ მათი პრობლემები. ჩვენ ასევე ვნახეთ პირობები, რომელშიც ისინი იმყოფებიან. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმ აღდგენითმა სამუშაოებმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა. ჩვენ როგორც ამერიკის კონგრესის წარმომადგენლები მაქსიმალურს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ დახმარებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულდეს. ეს არის დამატებული $7 მილიონი, რომელიც რეალურად მოხმარდება შიდა ქართლში დაზარალებულებს, მათ ასაკობრივი ხარჯებს, მათ და სხვა ხარჯებს, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ მათ დააგრძელონ ნორმალური ცხოვრება ამ ამზამთრის და გაზაფხულის განმავლობაში. მინდა ხარჯი გავუსვათ ჩვენი მხრიდან ვართ აბსოლუტურად დარწმუნებული იმაში ეფექტურად და დამჭირვად ამ თანხების ხარჯებს ფინანსთა სამინისტროში დღეს ხელი კიდევ ერთ ფინანსურ დახმარების ხელშეკრულებას მოეწერა. ხელშეკრულების თანახმად გერმანიის მთავრობამ და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა საქართველოს მთავრობას ინფრასტრუქტურის აღსადგენა და რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად 45 მილიონი ევრო გამოუყო. ეს საქართველოსა და გერმანიის მთავრობას შორის ხელი ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასაც მოეწერა, რომლის საფუძველზეც დამატებით 8 მილიონი ევრო გამოიყოფა და აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებული ადამიანების სახლების რეაბილიტაციას მოხმარდება. რომელიც პირველი ფაზა მიმდინარეობს, წარმატებულად მიმდინარეობს, ეს არის მეორე ფაზა და რეალურად აღწევდა ალბათ ამ 45 მილიონი ევროს გასწრებული. გარდა ამისა, ხელი ეწოდება 8 მილიონი ევროიან ტექნიკურ დახმარებას. ეს არის რეალურად თანხა, რომელიც საქართველოს გამოიყენება ტექნიკურ დახმარებისათვის. და ძალიან მნიშვნელოვანია ასევე 1 მილიონი ევროიანი პროექტი, რომელიც შეეხება ყოველმეცნიერის საქართველოს პირობების გაუმჯობესებას. გასული წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის თელოსის თანამშრომლები, ფინანსური და ტექნიკური დირექტორები ფულადი პრემიებით დააჯილდოვეს. თანამშრომლები კომპანიის გენერალურმა დირექტორმა იულიო პიმონოვმა პირადად დააჯილდოვა. პიმონოვი აცხადებს, რომ კომპანიის თანამშრომლების მუშაობის შედეგად თბილისი ელექტროენერგიით უწყვეტად მარაგდება და მათივე დამსახურებით 24 საათიანი ელექტრომომარაგება ზამთარშიც გაგრძელდება. 2008 წელს შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კომპანია თელოსის შემოსავლებმა 11 წლის განმავლობაში 12 მილიონს გადააჭარბა. უდიდესი გაფასება ადამიანის შრომისა და მისი მოღვაწეობის განმავლობაში ვისწავლია და ვიშრომი ეს გაფასება ჩვენი ევროპელი დღე. Тот задел, который мы сделали с нашими сотрудниками подготовки нашей компании к работе в зимних условиях, вселяет в нас надежду, что зимний период будет для нас достаточно спокойным и уверенным. И мы понимаем это, потому что у нас на сегодняшний день законтрактована вся электроэнергия, у нас нет сомнений. Мы вышли на понимание трехлетних контрактов с Ингури-Гэс, у нас долгосрочные контракты с другими нашими поставщиками электроэнергии. И самое главное, что у нас есть коллектив, на который можно опираться и который можно делать любые задачи, которые этому коллективу по плечу. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს ეკლესიის მფარველის მირონ ლუკიის მთავარეპისკოპოსის წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ამ დღესთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ულწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საზეიმო ღვთისმსახურება წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში აღავლინა. წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად მას შემდეგ ითვლება, რაც მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავერთა. წმინდა ნიკოლოზ სასწაულმოქმედი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდა ნიკოლოზის წმინდა ნაწილები იტალიის ქალაქ ბარში წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დაშენებული და მათ მირონისით მოწმუნეები წმინდა მღვდელმთავარ შეწეულისთვის ყოველგვარი გასაჭირის ჟამს მიმართავენ.